ერთხელ არაჩვეულებრივ არქიტექტორს და ძალიან საინტერესო ადამიანს ნოდარ სუმბაძეს შევხვდი, რომელმაც საუბარში ახსენა ლეო ვარდიაშვილის წიგნი ერთი დიდი დღის მახლობლად. ბევრი არ უსაუბრია, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ იმავე საღამოს დამეწყო კითხვა წიგნის, რომელმაც ადამიანები, მოვლენები, ტკივილის და სიხარულის განცდაც კი გადამააზრებინა. მახსოვს ძალიან კარგად, რომ დავამთავრე წიგნის კითხვა, იმდენად სავსე ვიყავი ემოციით, რომ მინდოდა გაზიარება. იმ მომენტში არც ერთ ჩემ ოჯახის წევრს თუ მეგობარს საკითხული არ ჰქონდა ეს წიგნი და ერთადერთი მაშინ რაც მოვახერხე იყო, რომ ინტერნეტში დავიწყე ძიება იმ საერთაშორისო რეცენზიების გამოხმაურებების, რაც ამ წიგნის ირგვლივ არსებობდა და Guardian-ში გადავაწყდი ასეთ ფრაზას, რომ ასეთი რომანები შეიძლება დაგვეხმაროს გზის განათებაშიო და აი მართლაც ზუსტად აღწერს ეს სიტყვები ამ წიგნის დანიშნულებას, მართლაც ასეთი საინტერესოა წიგნი ერთი დიდი დღის მახლობლად და მიხარია, რომ ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში სწორედ მაქვს საშუალება, რომ ლეო ვარდიაშვილის ეს სადებიუტო რომანი წარმოგიდგინოთ. ვინ არის ლეო ვარდიაშვილი? ამ კითხვაზე ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით პასუხად, თუმცა ვერც გვეცოდინებოდა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს მისი სადებიუტო რომანია, პირველი ნაწარმოებია. ვიცით ის, რომ 19 ქვეყანაში გამოიცა, 17 ენაზე ითარგმნა, ქართულად დავით ახალაძის თარგმანი გახლავთ, მართლაც შესანიშნავი და საუკეთესო და ვიცით კიდევ ის უშუალოდ ლეოს შესახებ, რომ ეს წიგნი არის ავტობიოგრაფიული ხასიათის და რომ 90-იან წლებში მისი ოჯახი წავიდა ემიგრაციაში, ლონდონში და იქ გადასახლდნენ, ასე ვთქვათ. რით არის ეს წიგნი ჩემთვის გამორჩეული? მე სამ ნაწილს გამოვყოფდი ამ წიგნის ირგვლივ. პირველი ეს არის კონტექსტი, რა პერიოდს ასახავს წიგნი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ არის დანახული და მწვავე 90-იანი წლების საქართველო და თბილისი. მეორე ურთიერთობებია, აი ყველა ფურცელზე, რომელიც არ უნდა გადავშალოთ ახლა მე და თქვენ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრს გვესაუბრება ადამიანურ სირთულეებზე, მანკიერებებზე მათ შორის, თუმცა ძალიან თბილ გრძნობებზეც და მესამე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თვითონ მთავარი მოქმედი გმირი, საბა, როგორია, როგორ მეტამორფოზას გადის მთელი აი ამ ტექსტის კითხვის პროცესში. მაშინ ასე დავიწყოთ პირველი საკითხით იმ კონტექსტით, რა გარემოშიც ვითარდება მოქმედება. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა მახსოვს თანამედროვე ლიტერატურიდან ასეთი სოციალკრიტიკულად მწვავე ტექსტი, ჩემი ძალიან მწირი სამკითხველო გამოცდილებით ყოველ შემთხვევაში ცალსაღად ასეა, როცა მთელი სხეულით გრძნობ ტკივილს იმ ადამიანების, რომელსაც ეხება ეს წიგნი. ამ წიგნში მოქმედება ვითარდება ერთი ოჯახის ირგვლივ, მშობლები არიან, ეკა და ირაკლი, ჰყავთ ორი შვილი და სხვათა შორის ცოტა რომ გავუსწრო მოვლენებს, მე დავფიქრდი, მართლაც ესე რატო იმოქმედა ამ ტექსტმა ჩემზე. პრინციპში ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ლიტერატურიდან თუ ნაწარმოებები ვიცით, რომელიც ასახავს 90-იანი წლების საქართველოს ყოფას, ხო? ვთქვათ, სპექტაკლები ვიცით, მე რა რომ სველია სამანი, ბუნკერი, ნაწარმოებებიც, ნინო ხარატიშვილიც ეხება ამ პერიოდს არაერთ თავის რომანში ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები 60-დან გაქცევლები, მაგრამ ჩემთვის აი ყველაზე მეტად გულზე მომხვდა სწორედ ერთი დიდი დღის მახლობლად ტექსტი და ალბათ შეიძლება იმიტომ რომ ამ გმირების მსგავსად მე და ჩემი მეუღლეც ორ ბიჭს ვზრდით, რომლებიც ახლა სწორედ იმ ასაკში არიან ჩემი შვილები, რა ასაკშიც წიგნში საბამ და სანდრომ დატოვეს სამშობლო და წავიდნენ ემიგრაციაში და თან ესე რაღაცა турბულენტურ გარემოში რო ვცხოვრობთ დღევანდელში როგორ შეაცხოვროთ ჩვენ ყველანი და კიდევ უფრო გვაქვს დარდი გამძაფრებული ჩვენი შვილების მომავალზე. ვფიქრობ, რომ აი ეს კონტექსტი ჩემი პირადი ყველა მკითხველს ხო ჩვენი მიგვაქვს რაღაცა და ამ რაღაცით ხვდებით წიგნს და ტექსტს ხო და შესაძლოა აი ამან იმოქმედა განსაკუთრებულად, იმიტომ რომ დავამთავრე კითხვა მახსოვს, რომ აი დაახლოებით ერთი 6 თვის განმავლობაში ეკაზე, აი ამ დედაზე დარდი გამყვა და დარდი გამყვა ალბათ იმიტომ არა რომ თვითონ ეკა როგორც ასეთი პერსონაჟი არის რთული ცხოვრებით მაცხოვრებელი ქალი, არამედ ეკა არის კრეფსითი სახე ყველა იმ ქალის,
რომელსაც მოუწია ან ახლა უწევს ან მომავალში საუბედუროდ მოუწევს შვილებთან განშორება, იმიტომ რომ რაღაცა სიდუხჭირეს დააღწიოს ოჯახმა თავი და აი ამ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს დააღწიოს თავი. ძალიან კარგად და პრინციპში ეგ არ არის მთავარი მოქმედი გმირი, ესეც უნდა ვთქვა, მაგრამ აი ხო გეუბნებით იმდენად შთამბეჭდავია, რომ თვეები გამიგრძელდა მე მასზე ფიქრი. სულ რამდენიმე დეტალში ვხედავთ ჩვენ ეკას პერსონაჟს. მაგალითად, ეკა გააგზავნის, კი არა და გაუშვებს თავის შვილებს უკვე საზღვარგარეთ და ამის შემდეგ ყოველ დილით დგება სუსხიან თბილისის დილას დგება, მიდის სკოლაში, თითქოს ასე მიაცილებდა ხოლმე და ასე მიაცილებდა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები მასთან ერთად იქნებოდნენ შვილებს სკოლაში და ყოველ დღე, როცა შუა დღეს ირეკება ბოლო ზარი, ეკა ისევ დგას სკოლის ჭიშკართან და უყურებს, როგორ ტოვებენ სკოლის შენობას მისი შვილების თანატოლი გოგო ბიჭები. აი ესეთ დეტალებში ამ ახალგაზრდა მწერალს აქვს დაჭერილი ძალიან ტკივილნარევი ნიუანსები, რომლითაც ჩვენ მთლიანად გვიყალიბდება აი ამ დედის როლი და ფიგურა. 90-იანი წლების რთული ყოფა ბევრ დეტალშია ასახული, მაგალითად, სურიკას განარეცხი ბინტები, სისხლი უკვე რო გაყვითლებულია, ესეთი განარეცხი ბინტები უკეთია ჭრილობაზე, მაგალითად, ლინა ბებოს სამზარეულოშია ძალიან კარგად მწვავედ ასახული ის თუ რა ხდებოდა 90-იან წლებში. ასევე გვაქვს ეპიზოდი, როცა ბრმატყვიას ემსხვერპლება სულ პატარა გოგონა, როცა ჯერ კიდე საბა ეს მთავარი მოქმედი გმირი პატარაა, ემსხვერპლება ბრმატყვიას მისი მეგობარი ნინო და ეს ნინოს უკვე გარდაცვლილი ნინოს ხმაც ისმის არაერთხელ ამ წიგნში, რაც კიდე უფრო მეტ მისტიურობას თუ რაღაცა სიურრეალიზმს ძენს ამ წიგნს და ტექსტს და რადგან ეს ნაწილი ვახსენეთ მისტიურობის, საინტერესო კიდევ ერთი დეტალია, რაც ვფიქრობ მკითხველისთვის ორმაგად უფრო მეტ ინტერესს აღვიძებს მკითხველში, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ვითარდება პირველი ნაწილი მოქმედების და მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს ბრუნდება ეს ბიჭი საბა საქართველოში და იწყება უკვე თხრობა აქტუალური იმჟამინდელი მდგომარეობის, ამ წიგნში არის 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია ასახული. სტიქიას გულისხმობ, რა დროსაც ზოოპარკის ბინადრები გვახსოვს ხო, რომ გავიდნენ ასე თქვა ზოოპარკის ტერიტორიიდან და აი ეს ჩანართებიც გეგონება მართლა რაღაცა ფსიქოზის პერიოდში ბოდვით ჩანართებად არის ძალიან საინტერესოდ ტექსტში გაბნეული, რაც თლათ ხავშელება მაგიურ რეალიზმთან ვერ აახლოვებს ტექსტს, მაგრამ აი ამ მისტიურობას და გაცილებით ძალიან დიდ ინტერესს ნამდვილად იწვევს და ბადებს მკითხველში. ეს რაც შეეხება, ასე ვთქვათ, კონტექსტს, რა კონტექსტში ვითარდება მოქმედება, მე მეტს არ ვილაპარაკებ ამ ნაწილზე, იმიტომ რომ მინდა რომ აიღებს მკითხველი ხელში ამ მართლაც არაჩვეულებრივ ტექსტს მისთვის და თქვენთვის იყოს უცხო და ახალი და მე არაფერი ისეთი არ ვთქვა, რაც ვთქვათ, აი ამ პირველად შთაბეჭდილებას გააუფერულებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის ემოციები და ადამიანური ურთიერთობები, რომელიც უხვად არის წიგნში. წიგნის სიყვარულზე არ არის ერთი შეხედვით, მაგრამ რეალურად გვარწმუნებს ყველა ჯერზე, ყველა ფეხის ნაბიჯზე ავტორი, რომ თავარი არის ადამიანებს შორის ურთიერთობა, ნდობა და რომ ადამიანი ადამიანისთვის არის მთავარი დასაყრდენი და აი აქ ხშირად მახსენდებოდა კიდევ ერთი ქართველი თანამედროვე არაჩვეულებრივი მწერლის ფრაზა ადამიანი ადამიანისთვის დღეაო, ხო? აი ესე ვგრძნობთ, რომ მთავარ საყრდენად მაინც მთავარი მოქმედი გმირი საბა მაინც ადამიანებს ხედავს და ადამიანებს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ შევხვდებით ჩვენ ღალატს, გაყიდვას ადამიანების კაპიკებად და გროშებად, ბოროტებას. მიუხედავად ამისა, მაინც გვჯერა საბოლოო ჯამში, რომ ადამიანური ურთიერთობები არის მთავარი და წამყვანი. კიდევ ძალიან საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ ტექსტში, რომ ჩვენი, ანუ ადამიანების თითოეული ნაბიჯი, თითოეული სიტყვა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს სხვა ადამიანისთვის და როცა ვთქვათ ადამიანებს გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა, აი ამ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ და აი ამ პასუხისმგებლობით უნდა ვეკიდებოდეთ ერთმანეთს. მაგალითად, აი იმ სანდომიანი გარეგნობის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო ეკას თბილისიდან ლონდონში ჩასაყვანი ფული, რომელიც ძლივ შეაგროვა ოჯახმა და აი ამ სანდომიანი გარეგნობის კაცი მას შემდეგ რომ აღარც გამოჩენილა და აღარავის უნახავს, რომ ასე არ მოქცეულიყო, ეკა ჩავიდოდა ბავშვებთან და ბავშვებს ასე ეკასაც სულ სხვა ცხოვრება ექნებოდათ. რომ არა
სურიკას ეგოიზმი, რომელიც არის ძალიან ცხადად დანახული ტექსტში, რომელმაც ეგოისტურად საკუთარ სიყვარულზე ეკასადმი ვერ თქვა უარი და ვერ დაეხმარა შესაბამისად თუ არ დაეხმარა ეკას რომ გამთლიანებულიყო ოჯახი და ჩასულიყო ოჯახი ლონდონში, ოჯახი ამ შემთხვევაში გადარჩებოდა და სხვა შემთხვევაში მანაც დაიღუპა თავი და ეკაც დაიღუპა, გვინდა არ გვინდა, ასე შეგვიძლია რომ ვთქვათ შევაფასოთ ეკას ცხოვრებაც, ხო? შესაბამისად თითქოს ავტორი გვაჩვენებს რომ ეგოიზმი დამღუპველია ჩვენთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც და ესეც ძალიან საინტერესოდ გაზდევს პერიოდულად ტექსტს ლაიტმოტივად და რადგან ურთიერთობებზეც ამდენი ვილაპარაკეთ, კიდევ ერთი დეტალია, რაც აი ჩემთვის როგორც მშობლისთვის იყო ძალიან საგულისხმო ურთიერთობების კონტექსტში, როცა თავარი გმირი და მისი ახლად შეძენილი უფროსი მეგობარი ნოდარი, რომელთანაც ასევე ძალიან ბევრი ემოციური პერიპეტიებიც აკავშირებს და ფიზიკურიც, ცხინვალში მიდიან და ხესთან შეისვენებენ დაღლილები და წამოწვევიან და ნოდარი ეუბნება საბას, რომ ახლა არის საუკეთესო მომენტი მოგზაურობისთვისო და სთავაზობს, რომ მოდი გაიხსენე ისეთი მომენტი შენი ცხოვრებიდან, რომელიც ყველაზე კარგი იყო, ან იმოგზაურე სადმე, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობდი თავს. ეს პრინციპში ფსიქოთერაპიული მეთოდია, ხო? სტრესის დროს, შფოთვის დროს ჩვენ გვთავაზობენ ხოლმე სპეციალისტები, რომ მოდი წარმოიდგინეთ ისეთი გარემო, ისეთი ადგილი, სადაც ყველაზე კარგად, ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდი თავს და ძალიან ხშირად ადამიანები ბებიების სახლს წარმოიდგენენ ხოლმე, ან ბავშვობაში დედის მიერ გამომცხვარი ნამცხვრის სურნელს და ასე შემდეგ, ხო? და რაღაცა სხვადასხვა კადრები ცulis ერთმანეთს საბას გონებაში და უცებ აი ამ წარმოდგენაში მოდის მამა მასთან, რომელიც არის ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნით გაჟღენთილი, რომელიც გულზე ადებს ხელს პატარა ბიჭუნას და ეს პატარა ბიჭიც უდარდელად, უდრტვინველად იძინებს და თითქოს ამით და კიდევ სხვა ბევრი დეტალით ავტორს უნდა იმის თქმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გვეჩვენება, რომ ვართ ძალიან გატეხილები, დაღლილები, როგორი დისფუნქციურიც არ უნდა იყოს, მშობელი, მაინც ყველაზე ძვირფასია ის შვილისთვის, მაინც მთავარი დასაყრდენია და მაინც ყველაზე მეტად ის უყვარს ბავშვს და აი ეს დედაშვილობის, მამასთან შვილების ურთიერთობაც არის ძალიან საინტერესოდ და დიდი სითბოთი ნაჩვენები ამ წიგნში და ამ თვალსაზრისითაც ჩემთვის როგორც მშობლისთვის იყო ძალიან საინტერესო ეს წიგნი და ბოლოს მესამე ნაწილი, რომელზედაც მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, ეს არის თვითონ მთავარი მოქმედი გმირი, საბა და რატომ? იმიტომ რომ ძალიან სახასიათოა მისი ცხოვრება, მისი ხასიათიც თვითონ რაღაცნაირი მებრძოლი ხასიათი უყალიბდება საბოლოო ჯამში, ბოლოსკენ ასე ვთქვათ მას და ერთგვარად საბა იმეორებს იმ სხვა ლიტერატურული გმირების თუ იმ ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებას, რომლებიც ვიცით ბევრი, მიდიან აი თავიანთი რაღაცა კომფორტული ჩვეული გარემოდან გადიან შორს, ძალიან ბევრი პრობლემით, ბევრი სირთულით იტვირთებიან და ბოლოს გაზრდილები ბრუნდებიან სახლში, ხო? აი ამ სიბრძნით და დაბრძენებულები, ასე ვთქვათ. აი ზუსტად ასეთ საინტერესო გზას გადის საბაც, რომელიც ტოვებს თავის კომფორტულ გარემოს ინგლისში, ჩამოდის საქართველოში, ძალიან ბევრი პერიპეტია გადახდება მას თავს და საბოლოო ჯამში, აი ბოლოს, როცა ტექსტში ავტორი გვთავაზობს მთავარ კულმინაციას, რამ არ მოვყვები ცხადია რას, აი იქ ვხედავთ როგორი გაზრდილი და როგორი მეტამორფოზა განვლილია მთავარი გმირი და აქაც აი მერაბ მამარდაშვილის ერთ-ერთი საოცარი ფრაზა შეგვიძლია მოვიშველიოთ საბას ცხოვრების, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო კარგად დანახვისთვის, რომ გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილადო ამბობდა ის და აი ბოლოს ტექსტში ჩვენ ვხედავთ უკვე ნამდვილ საბას, ნამდვილ დაბადებას ადამიანის. კიდევ ერთი სახასიათო საბას თვალსაზრისით არის ის, რომ საბას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულე გადახდება თავს, აი შინაგანი ბირთვი, ღერძი, პიროვნული აქვს უაღრესად კეთილშობილი და აი ამ კეთილშობილებისთვის აჯილდოვებს არაერთხელ განგება მას. და რომ შევაჯამოთ მთლიანად აი ეს ყველაფერი, რაც მე განვიცადე ამ წიგნთან მიმართებაში, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ უაღრესად დამაიმედებელია ეს წიგნი მკითხველისთვის და მე მინდა ერთი ფრაზა მოვიშველიო, რომელსაც საბა ამბობს უკვე თბილისში, ბევრ პერიპეტია გამოვლილი, აქ ყოფნა ანაყრებს ჩემი სულის ნაწილს, რომელიც თურმე შიმშილობდა და მე ვერც კი ვხვდებოდიო, ის წერს და
თუ ის ამბობს და ლეო ვარდიაშვილი წერს და ზუსტად აი ესე გვანაყრებს თუ გვაიმედებს მთლიანად ეს ტექსტი და ვფიქრობ დღეს როცა ასეთ რთულ პერიოდს გადის ჩვენი ქვეყანა და ჩვენც მოქალაქეებიც, ჩვენ ქვეყანაზე გულანთებული ადამიანებიც მასთან ერთად გავდივართ რთულ პერიოდს, ვფიქრობ რომ მკითხველისთვის მართლაც ძალიან იმედის მომცემი და ბრძოლის უნარით ახსავსეა ეს ტექსტი, რომელიც თქვენ გელოდებათ, თუ კი არ გაქვთ წაკითხული მართლაც დიდი სიამოვნებით.